აი მოვიყვანე მშობელი ბატონო დირექტორო. იგრი მაგრა გვესინი ხარო. უნიტაზე რო ვზივართო, ტუალეტის ქაღალდი გვაგვეთის მაგირად გადაჭერი. ელგენისთვის 12-ში, წუხრის ჟამს, 22 საათზე, იუმორისტული გადაცემა თქვენი სანახაობა. მაგარი სახელმწიფო ქონია კადონინსკო მართლაც ნანახი ჯობია რა გითხარი უჯდებული იქ ხო არა შეიძლება მაგიდაში მეტი მე მოვიგონე ქუჩა მე მოვიგონე სახლი მე მოვინდომე წვიმა და გავიჩინე და ამდი და მე მინდა გიორგი, მოდი ტექსტი შევცვალე, თორე ამოვიდა ეს ერთფეროვნება ყელში. ტექსტი შევცვალო? ხო, რამე ისეთი. მე მინდა ჰეი, აუდიტორიას მიმართო. მოგწონთ თქვენი შოუ? ანუ ჰეი დავამატე. ჰეი დავამატე. მე ფიქრობდი და ჰეი გაამართლა და დავამატე. კარგი. ხო. ეს არის გადაცემა, უნდა დაიწყო შენ, ეს არის გადაცემა თქვენი შოუ, სადაც ხუმრობენ. მე ვაგრძელებ. დაიწყე და მე გავაგრძელებ. ეს არის გადაცემა, სადაც ხუმრობენ. ეს არის გადაცემა, სადაც მღერიან. ეს არის გადაცემა, სადაც ერთ-ერთ წამყვანს 50 ხინკლის ჭამა შეუძლია. გასაბარგო, სალტა, მე ძირითადად 30 ხინკალზე მეც ვერ ვჭამ. შენზე არ გითხოვს. ხო. მინისენები. 50 ხინკალზე. მაშასე მინისენა ხაშუში. ბოლომდე იჭერს, გიო? ბოლომდე იჭერს აქ ტელეფონი. მინისენა სკოლაში. არ მინდა. აი მოვიყვანე მშობელი ბატონო დირექტორო. ბიჭი და გოგო სხვადასხვა ქვეყნებში. ბიჭი და გოგო ამერიკაში ბიჭი და გოგო სამხრეთ აფრიკაში და ბოლოს ბიჭი და გოგო საქართველოში მინისენა ბირჟაზე. გამელოდი, მაიც. გამელოდი ღიპუც. რა ნიკული გავედი ძალიან მაგარია ბიჭო. ისენა მეფე და ვეზირი. მეფეო, საქართველოს სელჩუკები შემოესწრნენ. არა უშავს მარცხნიდან მეისრები გაუშვით მეისრები მარცხნიდან? მეფეო, მეისრებმაც გვიღალატეს. მეისრებმა გვიღალატეს შეეკრნენ. არა უშავს მხედრები გაუშვი ხედრები გაუშვა ეხლავე მეფეო. მეფეო, ხედრებმაც გვიღალატეს და სელჩუკებს შეეკრნენ. რა უკნა? გვიღალატეს? ჯარი შეუსწია მტერს. ჯარი საიდან? მარჯვნიდან. მარჯვნიდან ჯარი ეხლავე მეფეო. აი მეფეო, ჯარმაც გვიღალატა. ვაიმე, ყველამ გვიღალატა. არა მეფეო, დამშვიდდი.
მე ყოველთვის შენი ადგილი დავრჩები ქერემდე შთენჰალენდე კენსტადან ეკერთან მადლობა ვეზირო დიდი მადლობა სცენა ქუჩაში. დავა ფული დროზე აღარ უნდა დროზე ფული დროზე აღარ უნდა დროზე 17 წამში მოვახერხე ბერდები პარუნ ბერდები სცენა გლადიატორი როგორ ბედავ იმპერატორის წინაშე ზურგით დგომას მოიხსენი ნიღაბი და თქვი ვინ ხარ თქვენ ჯობია შეკითხები დამისვათ და მე გიპასუხებთ სალტა არ არის მაგრამ არ აუშავს მე მინდა გითხრათ რომ კახეთი იქნება ულამაზესი რეგიონი ცოტა ხანში ძალიან ბევრ რაღაცას გავაკეთებთ და მთელი მსოფლიო ილაპარაკებს რომ კახეთი არის ძალიან მაგარი კახეთი არის ძალიან მაგარი და მთელი მსოფლიო ისაუბრებს ევროკავშირში იტყვენ რასამ თო მაგარია ბაჰატა გულიაშვილი თქვენ შოუში Taşı. Როგორ ახალად ბადა. აი ვარ, თქვენ როგორ ახართ? ეს ჩვენც ვართ რა. ჯორი კუდივით. ტოკავ ჯორი კუდივით. ისმენ. ხო, თითი დავიწყებ ახლა შენთან საუბარს. ფარულ კამერებს აკეთებ, ხო? კი. ბევრი ფარული კამერა გაქვს გაკეთებული. და მაინტერესებს. შენ უფრო ბევრი ფარული კამერა გაქვს გაკეთებული თუ შესასეს? სატაში არის დაგდათ. რა ვიცი, რა გითხრა. საარჩევნოდ გამასწრებელი. ხო, არა. ან მე ძალიან გული დამწყდა, სიმართლე გითხრა, რომ შენს ფარულ კამერაში ვერ მოხვდი. არა და სცენარი მაქვს მოფიქრებული. აი, თუ კიდე გეტყვი. მიდი აბა. აი, კახეთში მიყავართ. ისე რომ არაფერი არ ვიცი. იქ რაღაც გოჭი მოგაქვთ. გოჭი ნაკლებად კახეთში, ხაშლამა. ხაშლამა მოგაქვთ, წვადი. ის რა ქვია, ვინო ჩაციებული. ის მოულოდნელად რა არაფერი არ ვიცი. ჩაკაფული და ეს ჩრდილში ხდება რა, ბუნებაში. აჰა. ეს ყველაფერი კაკრი ჩრდილში. და რას ვხედავ, მწვადზე ხახვი არ არის. არ შეჭრით, ხო? აი, მაგარი კამერა იქნება და მინდა რომ გადავიღოთ. გავაკეთოთ. კი. გავაკეთოთ ეს ხალხი წავიყვანოთ რა დააშავა. მაგდეს გავკაჭავთ ჯერჯერობით. ძალიან კარგი. აი რამე გამახსენდა ეხა პულმოებზე. ერთი ეგეთი ანეკდოტია რა. კახელმა თქვა რა ქორწილშიო. უფულობის დედავატირიო მე ქორწილში პალატკის გარედან ცეკვავდიო. და ეს ხაშლამა და ესენი კი გასაგებია, მაგრამ ერთ-ერთი სოფელია რა კახეთში, ხა სახელს არ დავასახელებ, იმიტომ რომ ხშირად მიწევს ჩასვლა და მე ნახე ფარული კამერაზე. მოკლედ ერთი სოფელია და რაღაცა გახსნა იყო რა წლების წინ კულტურის სახლის რა და მიიწვიეს სტუმრები, რომ აბა დელეგაცია არ იქა მთელი 2 წელიწადი მშენებლობა მიდიოდა და ერთი ამბავია რამე და გაჭრეს ლენტი შევიდნენ და კოვშიანი ტრაქტორი დახვდა დარჩენია. შიგნით დარჩა ტრაქტორი. გააკეთეს მაგ სოფელშივე აბანო. აბანოც გავხსნათო ეხა და როგორ არის იცი გზის პირას არის ეს სოფელი რა. ხო და ეთყობა არ გამოუყვეს ეს მიწა ერთ მხარეს ბევრი და ერთ მხარეს იყო აბანო და გზის მეორე მხარეს იყო გასახდელი. გაიხდი და კლიენტი გადაირბენდა, იბანავებდა და მერე გადმოირბენდა ისე. მე მახსოვს ერთ-ერთ, ანუ კახეთის ერთ-ერთ რეგიონზე მომიყვნენ, არ მახსოვს. გარე განათება გაუკეთებიათ რა. ხო. და ეს გარე განათება ჩაამსხვრიეს რა. მეორე დღეს აღარ არის გარე განათება. გამგებელი გამოვიდა და ეს ამბობს, რომ აი
ხალხი შეიკრიბა, რა ხდება, რატო ჩაამსხვრიეთო და რამდენიმე კახელი გამოვიდა წინ და ჩვენ ჩავამსხვრიეთ. რატო ჩაამსხვრიეთ? ეგ იმიტომაა, რომაო დღეს უნდა გავდეს და გამესაო. ეგ არ ვიცი, მაგრამ ეხლა ახალი მომიყვნენ. კარგი, ანუ პრინციპული ცხოვრებით. ხო, პრინციპულები ნამდვილად არიან და წყენიებიც არიან სხვათა შორის. სვანებზე მაგრად წკინთ ხოლმე ხანდახან რიგ შემთხვევებში. მაგრამ ამ შემთხვევაში მე არ მეწყდი ვარ. მაგრამ კაი ისტორია არის. კაი, შენ მოყევი მთიულებზე ეგ სადაც არა. კახელებზე მოყვები ისევ კახელებს უთქვიათ რომ ისე მაგრა დაგვაშინა პატრულმა იგრე მაგრა გვეშინია რომ უნიტაზე რო ვზივართო ტუალეტის ქაღალდი გვაგვედის მაგირად გადაჭერა ეთი კიდე შეიძლება მოყვები კი მოყვები ეთი ჩემი სოფელში ლაგოდეხში მაქვს სათაშორის რაში ეხა საქმე გეტყვი რა მე დედა მყავს იმერელი სიმონეთიდან არის რა მე თვითონ ძირი მაქვს საჩხერიდან და თელავში ვარ გაზრდილი და ძალიან ისეთი სიტუაციებში ვხვდები ხოლმე რომ მეგობრები მე სადაც ჩავალ მე აქედან ვარ და იქიდან ვარ და არჯერად ხოლმე ცოტა მაგრამ რეალურად ხაშლამამ გადამწოდა ეხა და ვკახილობ რა თქმა უნდა ეთი მეზობელი მყავს ლაგოდეხში რა ეთი ჩემი მეგობარი ბავშვობის და ბებია ყავდა ეხა ბევრი ვარ ვილაპარაკო ასეთი დაავადებები სიბერეში იცის ხოლმე ჯვარი წერია შენ მეც მოღუნულები რო არიან ხო იცი ეს რა და ალბომში არიდებოდაო მაგის სურათი იგეთი მოღუნულია და მოკლედ ამისი მამა ჩემი მეგობრის მამა წავიდა ჩინეთში რა და იქ ეხა დედაზე გული შეტკივა რა თქმა უნდა და უთქვია რომ ესეთი კი დაავადება ჭირსო რა თარჯიმანისთვის უთხოვი ექნებ გადაუთარგმოთ ეხლა ესენი მედიცინის ამბებში ძალიან ცნობილები არიან და იქნებაო რაღაცა იყოსო საშუალება რომ ძალიან დაიტანჯაო რა ხალიო ესე მოღუნული დადისო რო ეძახია იქიდან გეძახის კარაქა თავარო და კაი უკაცო მაგის პრობლემა არ არის აი დაახლოებით აი ამ ხელა ნამდვილ ამბავს გიყვები რა აი ამ ხელა აბი ჩამოუტანა ხო და თან უთხრა რომ ესე იგი იმათ უთქვიათ რომ ცოტა მოფხვენიო ეს აბიო ნუ წელიწად ნახევარი მაინც უნდა იყოსო რა და საჭმელში გავხსენითო მწარია და ცოტა ნელ-ნელა გასწორდება და მართლაც 1-6 თვე გავიდა და ეს კალი ცოტა წამოიმართა რა რაღაც გამოიხედა თვალებში და სადღაც წავიდნენ რა ეს მშობლები და ამ ჩემს მაკას დაუტოვეს რა ეს აბი რომ აბა ბებიას რომ მიხედევდე ეხა ამას ჩვენ თან უნდა და იქ თევზაობდით ეხლა და საათების მიხედვით ხო ჭამს და იფიქრა რომ თვითონ ჩაუყრიო რა და წავალო რა ვითამაშებო და ეს ნახევარზე დიდი აბი ჩაუფშნა ბორში რა მოვედით ეხლა ვითევსავეთ და რას ხედავთ ეს კალი არის ხინძე გადასული ხინძე იყო გადასული და მე ვეღარ წავიდნენ ეგრე დავგძალით აი ეგეთი ამბები იყო კიდე რა მოგიყვე მითხარი? ხო, სანამ რაღაც მოყვები, რაღაც დაბოლილი მთვარეში იყავი, ხო, სპექტაკლში? კი, თავმონაწილეობ დაბოლილი მთვარე. კიდე გამოდიოდი კაბარე 5 ვარსკვლავი. კაბარე 5 ვარსკვლავი. კიდე მზის დარტყმა მიყავდა. კი. ცაგარელმა ხო არ მოგაწყო ტელევიზიაში. ო, მაგ პრინციპი შეიძლება. ხო. კიდე კახეთზე გავჩერდები, ხა სახელმწიფო პროგრამა იყო რომ საქართველოს მასშტაბით ქალაქის სოფლების რაიონების ტრაფარეტებს ცვლიდნენ რა და შესაბამისად კახეთიც მოხდა რა და ეხა ნუ უნდა ვთქვა ის სოფელი შიბლიანი ქვია სოფელს რა ეხა ყველამ მიცის და საინტერესო სახელია ხო თოხლიაურიც არის შიბლიანიც არის და მუშა მივიდა თურმე რა პრარავთან რა თავარ მუშასთან რა ეხლა ამასო შიბლიანი უნდა დავაწეროთ თუ მივახატოთ ბოლო გადაწყდა სიტყვა და არის მიწერილი გადაწყდა მიწერა ეს საინტერესო იქნება თეატრალური ანეკდოტი ანუ თეატრალურად თუ გიცდია ესეთი რა ვიცი ანეკდოტები იცი რაღაცები მეც ვიცი თეატრში ვარ მაგრამ ხო არ ჯობია რამე ცნობილი რო ავიყოთ ხო აი რამე ცნობილი ანეკდოტი რომ მოვყვეთ თეატრალურად მე და შენ შევეცადოთ რა ვნახოთ მაგალითად რა შეიძლება აი რა არის ცნობილი
ისა ჭიჭიკია ბიჭიკიას ამბავი რომელიმე თუ გინდა რა ვიცი ჭიჭიკია რომელი ბრეზენტი? პრეზენტი რავი თუ გინდა შენ ხარ მასპინძელი შენ თქვი და მოგდე არა ბრეზენტს იმ დღეს უყურე რაღაც ინგლისურ შოუში მოყვნენ და არ გამეორდე ხო არ გამეორდეთ და მოდი 99 ხინკალი მომეციო კაი ეხლა ეგისა თუ დავიწყე ხო ეგის არის კაცო 102 ხო არა ხო ეგ ხო არა ვარ მოკლედ თეატრალური ანეკდოტი ჩაულებრივი მზიანი დილა იდგა დიახ ჩიტების ჭიკჭიკისა და გალობის ხმაზე ერთოფ მოსუქებული ახალგაზრდა გზას ხინკლის სახლისკენ მიუყვებოდა გზაში ფიქრობდა წავიდე თუ არ წავიდე ამ დროს ცნობილი მეხინკლე გვარს არ დავასახელებ თავისთვის იდგა ღუმელთან ხინკლის ცომს აგუნდავებდა და შიგადაში გაერში ისროდა წყალი კი დუღდა ამ დროს კარის ჭრიალი გაისმა დიახ ჭრიალი ჩიტების ჭიკჭიკისა და კარის ჭრიალის ხმა ისე შეხმატკილებულად შეერწყმოდა ერთმანეთს თითქოს გაზაფხული მოვიდა და ვერც კი ვამჩნევ პრინციპში ჩაკაფულის სეზონი იყო მაგრამ კლიენტმა ხინკალი არჩია და რა საბრა და რა იხილა მეხინკლე ფორტოჩკაში გადმოყუდებული შეუძახა 99 ხინკალი მომეციო გაოცებულმა მეხინკლემ ხარბად მოისვა თუჩებს ენა და გასცადა შენა ბიჭო ღორი ხوار ახარო ძალიან საინტერესოა ღორი რო ვიყო 100 ხინკალს მოვითხოვდი თქვა მათ შედგა და ისევ აჭრაჭინა გარეთ არა ისე ახლა ისეთია ისა რაღაც წიგნი ხო არ გამოვცეთ სერიოზული ხო არა ექსპრონტად ესე კარგად თეატრალურად ანეკდოტის თქმა ერთო რთულია ხო ძალიან რთულია კარგი მოდი ახლა მე და ჩვენს მეგობრებს ჩვენ საერთოდ თქვენ შოუს გვაქვს მომზადებული ესეთი ნომერი შენთვის ფარული კამერა არ იქნება იმედი არა ფარული კამერა არ ანუ ეხლა გამოვლენ სხვადასხვა კუთხის ადამიანები შენ კახელობას ინარჩუნებ ამ ეტაპზე მობრძანეთ რა თუ შეიძლება ავდგე მეც ბიჭებთან ერთად თუ ვიყო იცი რა არის ანუ აგიხსნი ნომერს მე ვამბობ ფრაზას ჩაოლებრივად გრამატიკულად და ეს ადამიანები თავის ვერსიებს ამბობენ ამ ფრაზის და შენ ექსპრონტად უნდა თქვა კახურად იქით რამე მოსულ ეს რო არ დავიკიდო არ მეტყობა არო კახეში ვაშასე პატა მზად ხარ მაი მიდი პირველი ფრაზა სიტყვა გამარჯობა ბაროსიმა შავიო რა ვახარჯია დრასტი წატიში აიღო გადავიდეთ შემდეგ მეორე ფრაზაზე მეორე სიტყვა გოგონი შენი გაცნობა შეიძლება დაია მარტო ხარ თუ ძმასთან ერთად ვისი ხარცა მოიშენ გურუ სუპერმერკეტ აი კუთება სუპერმერკეტ გემეცნობია ხარ თუ ჩავბრუნდება ღაროში
გოგონა შენ ჩაქცეულ ოჯახიდან ხარ ხო? მამაშენი ბობოლაა ხო? შეიძლება ზურგზე შაგისვა. ეთიკურ ნორმებს არ ღვევ. აუ შენ მაგარი აუ არ ვიცი ეს იმპორტული ფირმა სიტყვები რა. საერთოდ გამოჩებულ ოლიას და ემგვარი. რა ხლაზა გოგო შენ ხალხი არ არის მოგიგია პედალა დაგამტროლე დამოგიენ თუ მოგიგია პედალა ხალხი არ არ მომსალამენ დადეკ ბალღო პროტოკოლის თანახმად შემგონი ელამი ხარ. მე მგონი მოიდა გინების საათი. შემდეგი სიტყვა აყვავებული ეკონომიკა. ახლა რაც უფრო კარგ რაღაცას გავაკეთებ და რაც უფრო კარგი იქნება ეხა აბა ყველამ კარგი უნდა ვაკეთოთ რა. აი არა ჩვენზა. გაუდი დვიალი ბიუჯეტს. საღოლ კეცბაია. ეხლა გავალ ნახავ მაცივარში რა არის და მერე გეტყვი. მომზადოთ ისეთ სიტყვა მოდის. პუტინი. მაგას ვერ ვიტყვი მანდილოსნები ზიან დარბაზში მინო. ხლეია. დაიბადა შუა კასპში. გევიცანის საზანოსთან, გაბეეშვას კრემლიდან მედავხვდები მაღაროსთან. შენ კაცუნია მისმინე, ორი კაცი რო დავხდეთ პრობლემა ხო არ იქნება. შეიძლება გამიმეო რომ მე პუტინი. სახედა რო შენ გიმღერი ჩემო თბილის ქალაქო. აუ მაგას ვერ ვიტყვი მცემენ გუდეიში. აი ჩემო თბილის ქალაქო. არა ტექსტი შეშალავ ეს. ჩემო თბილის ქალაქო. ხანჭალა თბილისზე გულის ბიჭო. აბა მოვაღე პირი. თბილისო. გულა ობზუგდიდი. შავღვინოში კახელები ბანაობე. სექსი. აუ იგი რამე ვასება. მოია ხანა. აი ახლა. მოი. წაი. მოი. წაი. მოი, წაი, 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 წაი. შევიდოთ ყვირის პირას ავტეხოთ გნიასი, გავაძიოთ ნაპირებს დვერი, იმრავლეთ და იხარეთ. კრაუტ ნუ არყევ გული მერეო. ვისაც თქვენი შოუ არ მოწონს. აუ რა ფერან მევასება, ეგი ვისაც თქვენი შოუ არ მოწონს, მინო. ჩადავალა კურუხეთი მაგას. ეგ შეჯამა გელმა. მალადეს თქვენ. დედის
ჰეი, ქართველნო, ქუდზე კაცი გამოდით. ეხლა იქნება ნომერი, სასაცილო არის შინა. გიორგი, როგორ ლაპარაკობ? შედი დიაცო კულისებში. შედი მეთქი. ჰეი, ქართველნო, დიაც საკვეთეთ, თავი მოკვეთეთ. შუა საუკუნეების ტელევიზორი. წუხრი მშვიდობისა ძვირფასო ტელეჯამაათო თქვენ უყურებთ ტელეკომპანია მცხეთა 2 საინფორმაციო გამოშვებას მახარებელი პიესი და მე მისი წამყვანი დავით კიკალიშვილი გახლავართ. დღის მთავარი მოვლენა ფარნავაზი და ბილ გეიტსი ქართული Windows-ის ახალ შრიფტზე მუშაობენ. ისტორიული სამართლიანობა აღდგა მეფე ერეკლემ ინგილოქელს ქლიავი ააყარა. უბედური შემთხვევა კახეთში გუშღამ კახეთ ჰერეთის შარაგზაზე დიდი სიჩქარით მიმავალი ურემი შარაგისგან გადავიდა და ქვეითად მიმავალ გლეხს დაეჯახა. საბედნიეროდ გლეხი აირბარკლებმა იხსნა, ხოლო ქვეითი სასწრაფო დახმარების 4 თვალათი გადაიყვანეს რესპუბლიკურ ლაზარეთში. უცხოეთის ახალი ამბები მეზობლებისგან შეწუხებული ჩინეთის იმპერატორი დიდი ღობის შენებას იწყებს. ნახუთრით დამთავრდება ეს უაზრო წამოწყება. ეს იყო ჩემს ხელთ არსებული ბოლო ფირმანი, ახლა კი რეკლამა თქვენს ეთერში. დიდო მეფეო, მტერი შემოგვესია. 200,000-ნი არიან. ჩვენ რამდენი ვართ? 18,000. 18? 18. 18. დამარცხე მტერი. ახლა უკვე 18,000 მეუბნით. 18. საზღვარგარეთ სწავლება და სამსახური სრულიად უფასოდ. შპს მამლუქი. ისაუბრე გაღმა სოფელში სპირიდონ მაქთიაურის ბუკით. ახლა უკვე ორვერცხლად და მოიგი ახალთახალი ბუღახარი ელანტრა. ელკენისთვის 12-ში, წუხრის ჟამს, 22 საათზე, იუმორისტული გადაცემა თქვენი სანახაობა. სასაცილო მინი ბრძოლები. აუ, მტერი მოდის და მე მაგრად მე შინია. ია. ეხლა გიორგი, ეს საბჯარი არის ნერჯავეიკა და გამოგადგება რა. და ბევრი საინტერესო ნომრები. უყურეთ, ეს თქვენი სანახაობა. თავადო გუბას ეს მეფე ახლა შეიშალა და რაღაცებს აკეთებს და ჩვენ მუნდა გვჩენია რომ ავიტანოთ ეს ყველაფერი ალბათ ერთადერთი გამოსავალი ეს არის ალბათ ეს როგორ შეიძლება? ეს 5 საუკუნოვანი ისტორია. 5 საუკუნოვანი ისტორია. ეს როგორ შეიძლება? ეს რა ხდება? ლუარსა დაახურე კარი ჭეხა და გავაგზელო ჩაწერა რა არის რა ხდება ბატონო გაპატია თავადო გუბას ახლა მე ვარ სპარსი მონღოლების მეგობარი დამპყრობელი ქვეყნიდან მოსული სავსე აგემრიელი რძით და საოცარი დუშდუმქელით ჟურნალი წყალი. რა აწუხებს ბრძოლის ველზე ლიპარით ბაღვაშს და რა დაუშავა ბაღვაშებს მეფის ცხენმა? რატომ აცემინებს გიორგი სააკაძე ყოველთვის ყვავილის დანახვაზე? გაშორდნენ თუ არა არიელ და ნესტარ ნარეჯანი და ვინ არის უცხო მოყმე სინამდვილეში? ჟურნალი წყალი. ჩაიხედა. ლამადლიანა დანათებს, შენი მზა შენი მთვარეო. გამოვიდა ბაშიაჩუკის ახალი ალბომი. შეიძლება მხოლოდ აბდულ შაჰელის ჰოლოგრამიანი გამოსახულები. მოგესალმებით, ეთერშია ტელეკომპანია ნუგეში და გადაცემა დიაცური ლოგიკა. ყურადღება კითხვა. რა გიჭირავთ ხელში? აუ რას ფიქრობ ნაზიბროლა რა უნდა იყოს ეს? ჩემი აზრით ეს უნდა იყოს ზღარბი. არა რა ზღარბი, აი დააკვირდი, ეს არის ღმარტლი. არა, მე მაინც ფიქრობ, რომ ეს არის ზღარბი. აუ კარგად დავაკვირდეთ რა რომ მოვიფიქროთ და
გამახსენდა, ეს იცი რა არის? ეს არის ყუზარადი. არა, ეს არის სუზარადი, ზუსტად ვიცი, ზუსტად ვიცი რა სუზარადია. არა, დამიჯერე, აი მართლა ვიცი რა, ეს არის ყუზარადი. აუ, ზუსტად იცი, ხა შოთა არ გვინდა რა. მენდე რა, აი მართლა ვიცი რა. აუ, ჩვენ პასუხი გვაქვს. ჩვენ ვიჯელეთ და რაღაცა და მართლა ვიცით რომ ეს არის ყუზარადი. ყუზარადია. პასუხი მიღებულია და პასუხი არასწორია, ეს არის მუზარადი. ახლა კი რეკლამა შემოსწრებით. ქართველებს ბაზარბაზნები არ ყავთ, ქართველებს ბაზარბაზნები არ ყავთ. როცა ხშია, შენ არ ხარ. არ შეჩერდე, წაუჩურჩხელე. ქართველნავ ამყევით. ჯეო მეფე, თუ გსურთ რომ მეფე გახდეს დავით ნარინი, დარეკეთან დაამესჭეთ ნომერზე 12. ხოლო თუ გსურთ რომ მეფე გახდეს დავით ულუ, დარეკეთან დაამესჭეთ ნომერზე 14. ჯეო მეფე! ქართველებმა ბრძოლის ველზე ყურები არ ჩამოვყაროთ. გუძე კაცი გამოვიდეთ, იარაღი ავიყაროთ. საომარი უკეთესი ნეტავ კიდევ სხვა სად არის? მე ვიქნები ამ ლაშქრობის ამირი და სპარსალარი. აბოლხანთან, აილანი ბასიანზე. ბასიანი 1203. Das ist deine Show, wer kommt erst ein Kuss, ohne Werbeunterbrechung bis zum Sendeschluss. Das ist deine Show und schon im ersten Teil vergesse ich mich ein Traum, du machst mich richtig geil. Rio. რა გინდა? საზღვარგარეთ ნამყოფი ხარ? საზღვარგარეთ კი? არა, ნახალოვკა საზღვარგარეთ არის. ტურისტების სიმღერა თქვენ შოუში. მე ვარ შუაგული ევროპიდან, მაშასა და მე ვარ მე ქართველი, მომწონს ქიშმიშიანი ნაზუქი, მომეწონა მე კახური რთველი, მოვიარე სიგნალი და გორი, ტრანსპორტი გამოვიცვალე ორი, ვჭამე ბევრნაირი ხაჭაპური, ეს ბათუმია თუ სინგაპური, ვერ ვხდები აგებთ ასფალტებს, ანათებთ ქუჩებს და ივაგიბერავთ ტუჩებს, მაგრამ ვერ ვხდები იმილის ნაცვლად, რატომ გვიღერებთ მუშტებს. მე ვარ ბრაზილიელი ტურისტი, ფეხბურთის ქვეყნიდან ჩამოსული, ბრაზილიურ სერიალს ვყურებ, ჯერ ჩვენთან არის გამოსული, მომეწონა თქვენი ყველაფერი, შიყავა კი არა ჯერელე, რეპრიმოსულ მალე გადარებ, კანაოს ხაშურში ჩაგიტარებ, ჩამოვალთ, Rio de Janeiro. Querce șlopanțeps, velosipedem, sunda el quasuneiro. Tecnoseli, cowboy was finishi. Chamovedi, reclama la TV-ში. Investiția Čavder me tvojs karelši Madonaski Dava sa hleb ყვარელში სპილოების გვერდი გავიზარდე ყოველთვის გაქონდა ერთმანეთი აფერაფერი დავამუღამე დანელებს გავუგეფად ერთი სამშობლოში ხშირად დადიოდი ტაქსი შელი ფიშაზე დავბოდი არ მიყვარს დალე ვარც მოწევა კონტროლიორი მაინც მეწევა მეც მომღერებ შორი გზიდან ვარ მოწმეთ მოსული ასე ვარ ზამთარზაფული სასტუმროებმა გამწეწეს ფულში ცხოვრობ ჩემს ქვისთან ხაშურში ეს ამაგარი სახელმწიფო ქონია გადორმიცხო მართლაც ნანახი ჯობია ეს რა ლამაზი დარაბადი ქონია
სამოქებში გონია ამაში კარგად გადაგვიხდია სანტა რაღაც ფანებისგან არის წერილი ჩემთან. ჩემი იქნება. შენთან რატო იქნება ფანებისგან არის? ჩემი იქნება. ხოდა ჩემთან არის. ჩემი იქნება გიორგი ხა. ისე გამოიყურება ჩემთან. მომეცი კაცო, ჩემი იქნება. ჩემო ჩასაყლაპო, ბუთხუზა პანდა. გიო შენთან არის. ბუთხუზა პანდა ჩასაყლაპო. ირაკი დიდებულზე და ვლადაკიაში. ეს რანაირი მაგიდა სკამებია. ეს არის სკამი, ალბათ. სკამია, ეს მაგიდა. არა. ესე არ ჩანს. ეს არ იქნება. ეს არის მაგიდა და სკამი როდ გახარ ეგ არის. სკამი. აბა ყოფილა სკამი. ეს არის სკამი და მაგიდა. რა შევობა. მაგიდა იდგეს აი აქ. მაგიდა იდგმება აქ. ირაკლი გამარჯობა. რატო სხვაგან აქ ჯობია? სხვაგან ჯობდა კი არა, გამარჯობა მეთქი. რა ვიცი, მე აქ მირჩევი. რა ვერ გაიგე, გამარჯობა მეთქი. გავიგე, მაგრამ მე აქ მირჩევნია. სხვაგან ჯობდა კი არა, გამარჯობა. გაგიმარჯოს, მაგრამ მე აქ მირჩევნია. გამაგიჟებ შენ მე გამარჯობა გითხარი. კარგი, სხვაგან სად? ეგ არ მithქვამს, იქ დადგი, სადაც გინდა. რას ქვია აღარ მინდა? ამდენი ვიწვალე, ახლა მეუბნები აღარ გინდა. ვიდგას მე არავინ გიშლის. რა თქვი? სამსახურიდან მიშვებ? რატო მიშვებ სამსახურიდან? რა სამსახურიდან გიშვებ, რას ბოდიალობ? სად მოდიანო? რას ბოდიალობ მეთქი, მითხარი სად დადეს საბუთები? რა მაზუთები ბატონო დირექტორო? საბუთები სად დადე? საბუთები? ხო, რა ვიცი სად დავდე? იქ ხო არა გაქვს? რა თქვი? ძალიან ხო ბატონო დირექტორო. ფილობიანად მესაუბრე. რა გითხარი უზდადული იქ ხო არა გაქვს? მაგიდაში მეთქი. მაგიდაში. მაგიდაში ხო ბატონო დირექტორო? ხო, მაგიდაში. რა ვიცი, რა მაგიდაში? რა მაგიდაში და იმ მაგიდაში, რომელიც ეხლა ხან დადგი შენ ოთახში. და რომელზეც მეუბნებოდი სხვაგან ჯობდაო, ხო? არა, მე არა მაქვს პრობლემა, სადაც გინდა იქ დადგი. სადაც მინდა ისედაც დგას. ხო და მოძებნე ახლა საბუთები. რა მოძებნო? საბუთები. არაფერიც არ გავჩუმდები. შენ მოჩვენებები ხო არ დაგეწყო? ხო, მოჩვენებები დამეწყო, მოჩვენებები დამეწყო. ხა მეჩვენება რომ შენ გელაპარაკები. ვერ გავიგე, დამცინი ახლა? არა, ახლა არა, მე რედაქცინი. დაიცა. შენ ნორმალურად ხარ? მორალურად? ნორმალურად. მორალურად? თქვი აბა სიტყვა ნორმალურად. რა ვთქვა, რა სიტყვა ვთქვა ნორმალურად? თქვი სიტყვა მორალურად. მორალურად. ეხლა თქვი ნორმალურად. მოურალურად. ხო, ნორმალურად თქვი. შენ მე ხარ დაალაგებული რა. წავალ ეხლა მე, მოვალ და შენ მანამდე დაწნარდი. არა, ნარდი ბატონო დირექტორო. გადოს ნარდია თას საქმე. ნარდი კი არა, დაწნარდი მეთქი რა. ხო, არ მინდა ეს ნარდი კაცო. ნარდი კი არა, დაწნარდი მეთქი რა გჭირს? არა, ჭადრაკი რო ვიცოდი აქამდე. წავედ შეგან აფერი არ გამოვა რა. მე წამოვალ, კაცო, რატო არ წამოვალ? მე წამოვალ, ამიცადა. ახლა იქნება ძალიან საინტერესო ნომერი. ეს რუბრიკა უკვე მეორედ გადის თქვენ შოუში და ძალიან დიდი გამოხმაურება ჰპოვა. ძალიან საინტერესოა, ძალიან სახალისოა და მოდით ერთად ნახოთ. და შენ რას აკეთებ? რას აკეთებ, რა არის? ახალ რუბრიკას ვაცხადე. მოგესალმებით, დღეს ჩვენ ვიმყოფებით თბილისის ზოოპარკში და გავესაუბრებით ცხოველთა დაცვის საზოგადოების ვიცე-პრეზიდენტის პირველ მოადგილეს ბატონ ელმერ კაკუბავას. ბატონო ელმერ, მოგესალმებით. მოგესალმებით. რა მდგომარეობა ამ მხრივ საქართველოში? სხვათა შორის უკეთესი მდგომარეობაა, ვიდრე ადრე იყო. ბევრად რომ გამომიჯობესებული არის ცხოველთა პირობები, ესე ვთქვათ, ყოფის
ხალხის მიდგომაც უკეთესი არის, უფრო დიდ ყურადღებას უთმობენ მათ მდგომარეობას, მათ დაცვას. უდიერად აღარ ეპყრობიან, აი მათ პირობებიც უყურებთ ალბათ ჩვენ ზოოპარკში, იმიტომ რომ ბუნებრივი არის და ვცდილობთ გავქვარცხლდეთ კიდევ უფრო კარგი პირობები შევქმნათ. სხვათა ზოოპარკში მათ პირობები უმჯობესდება, ვოლიერები სანიტარია დაცული არის, ელების კარგად გრძნობენ თავს, უკეთესად ვიდრე ადრე იყო და მას შემდეგ უკეთესი სიტუაციაა. ყურადღებით არიან ჩვენს დაცვის ზონებში არის სიტუაციები, როცა ჩვენი წარმომადგენლები აიყოფილონ და აჭამოს საჭმელებს, თუმცა ეს დაცვის ნორმები დაცული არის, კარგი სიტუაცია ბევრს ვიდრე ადრე იყო უკეთესი. ჩაკეტილები არიან, მაგრამ მიახლოებელია ფასურად ბუნებრივ პირობებს, გაფართოებული ტერიტორიები ბოლომდე მაქსიმალურად შეგვიძლია და მიახლოებელია. მატორკაც, პატარა მატორკა, რომელიც საკმაოდ ბევრი თვალსაჩინო საშიში, იმიტომ რომ აქაც დაცული არის სოფლის სალომე. გისმენ. რა უნდა გითხო, იცი? ის ბიჭი ვინ იყო რომ მოგწევდა? ის უყვარ ვარ და მომსწევდა. უყვარ ხარ და გასაგებია, მაგრამ კონტროლიორის ფორმა რატო ეცვა და ბილეთი რატო არ გაქვს, რატო გეუბნები? კარგი რა, დაიწყო ის. კაი, რა გეწინა? რა მოწოთ ან გოგოში, მე არ ვიცი ბილეთი არ აქვს. არა კეთილსინდისერი მგზავრია. კეთილსინდისერი მგზავრები თქვენ შოუში. ჯგუფი მგზავრები. იქიდან შევავსოთ რა. იქიდან შევავსოთ. დავძენ. როგორი ყველა დავეტიე და კი. მოდი შეა გვერდულად. როგორ ბრძანდებით? კარგად. ხო, ვიცი რა ეს ნენა. მოგწონს ჩვენი გადაცემა? კი, უყურებ ხოლმე სულ. ხო, ძალიან კარგი. ხო, რაღაც კითხვით დავიწყებ. კითხვით რა? ანუ თქვენი სიმღერა შავგინოში ალბომები ბანაობენ. 3 ეტაპად იყოფა ქართულ სუფრაზე. ანუ პირველი შავგინოში ალბომები ბანაობენ. მეორე
3 ჭიქის შემდეგ. შავღვინოში ალუბლები ბანაობენ თუ არ ვწდები. და მესამე. შავღვინოში ვიღაც ბიძები ბანაობენ. აი როგორ მოგწონთ ეს? კი, კაია. ხო არ შეიტანით ცვლილებას? კი, ერთმა ქალმა მითხრა მაგარი ამბავი გამახსენდა ეხა. ძალიან კარგი ქალი არის ერთი ქალბატონი რა და ეს შავ მაშინ ახალი იყო რა, ანუ 1-2-3 წლის თუ არ ვცდები, ახალი აგორებული იყო ეს სიმღერა და შემხვდა და მანამდე ვისლობდი და უიმე შვილო, შენ რო ისახარო ხო? რა კაი სიმღერა გაქვს ეს შავღვინოში, თან წაიმღერეს. შავღვინოში ალუბლები წუწაობენ და ძალიან კარგი ქალბატონი იყო, ხტები, აი ესე ვერც გავიცინე და შავღვინოში ალუბლები წუწაობენ. წუწაობენ. ხო, ის არის საქმე. მე მოვიგონე ქუჩა. მე მოვიგონე სახლი. შეგიძლიათ ეგ ტექსტი რო თქვა. თავიდან ბოლომდე? ხო, აბა, მიდი აბა. 3 წუთი გვაქვს. არა, არ წაიმღერ, უბრალოდ თქვით, ტექსტი თქვით რა, მაინტერესებს. შენ მოგანდობ მე ვერ რისკავ. მე მაგრამ ამოხმობ. იმას ისედაც ერევა. დაიწყე, აბა. შენ გახსოვ იმან რო თქვა, მე მოვიგონე ქუჩა, ხო ეგ როგორ უნდა თქვა, ერთ სუფრაზე შენ არ მომასკენი? რეზიმ თქვა, რა. რაღაც სუფრაზე ვიყავით ეგრე რა. ლექსად. და რაღაც ვიყავით კონცერტი ქონდა. ხო. ყველა ხუმრობას არ ჩაგიგდებ, მე მოვყვები ლექსი. კი, არა, მე ხუმრობას ვერავინ ვერ ჩამიგდებ. ხუმრობას არ ჩაგიგდებინებთ, ხო? რაღაცაზე ვიყავით, რაღაც უფრა იყო კონცერტის მერე რა, რომელიღაც რეგიონში ვიყავით, მე მგონი ქუთაისში აღარ მახსოვს და ნუ მე ყოველ კონცერტის მერე ხო არის ხოლმე რაღაც სუფრები და ერთი კაცი იყო და იმდენი ლექსი წაიკითხა შეგვაწუხა რა, ანუ აი რო დაიწყო ყველაფერზე ლექსი ქონდა, სიტყვა რაღაც თაროზე დავჯექი და რაღაცა ყველაფერზე ლექსი ქონდა და ბოლოს ჩვენ რაღაც გავთვერით და რა ვქნა რა ჩვენს წაგვიკითხა რაღაცა და უსე ყველა ლექსი რო დაგავიწყდა და ეს რეზო ადგა და მე მოვიგონე ქუჩა მე მოვიგონე სახლი მე მოვინდომე წიმა და გავიჩინე და არდი და ეს კაცი მიყურეს და რაღაცა თან ხო ის ვერც თქო რომ კაი ვისიაო და რაღაცა კლასიკ გადაიკითხეთ ბუმბერაზი კლასიკოსები არა მე მოვიგონე ქუჩა მე მოვიგონე სახლი ის დენდა დასუფთავებას თქვენი მოგიგონებთ დენი და ეგ ყარა თქვენ არა ეგ არა სხვა და აბა ტექსტუალურად მაინტერესებს რა გიგი მე მოვიგონე ქუჩა მე მოვიგონე სახლი მე მოვიდომე წვიმა და გავიჩინე დარდი მე ცოტა ზედმეტები ხარ რეალურად ხა ფასადები ჩვენ ხوار შეგებე და ევროკავშირის სკოლა ჩვენ ხوار მოიწე შემეშინდა არა მაგრამ შემეშინდა არა მარასამოდ არა უბრალოდ ხუმრობა იყო როგორ გეკაცრება არა სიმღერა ეხა სიმღერა შეიძლება ეგეთი რაღაცები რა მაინტერესებს თქვენ სიმღერაში არის რაღაც ახალ სიმღერაშია ბევრს ეწევი ძალიან კი ეგ სიმღერა ჩაწერეთ სახშიცია არა და ის ტელევიზორში რომ მღერეთ მამაჩემს გადაურთე რა სერიალზე გადაურთე მე უთხარ იმას უყურავს რო არ ენახა რა მაგის სახში არ ვეწევი და მაგიტო და ხო კარგი ეხლა ჩვენთან არის ერთი ბიჭი მოსული თავისი რაღაც ვერსიები აქვს თქვენ სიმღერებთან დაკავშირებით და რომ შემოვიდეს კი რა თქმა უნდა ხორბზეთ რა ტაშტმიო სამოთ დღეს ამარჯობა მეგობრებო მოკლედ მე მეგობრებო რამდენიმე რჩევით მოვედი თქვენთან მე მინდა გითხრათ რომ თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ გაიტანოთ თქვენი პროდუქტი თქვენი სიმღერები სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებში ნუ მაგას ვთილობთ ხოთა შორის ხო აი მე გეტყვით როგორ უნდა მოახერხოთ ეს ყველაფერი როგორ უნდა გაიტანოს ჩავღვინოში ალუბლები ბანაობენ დამღალა მაგ სიმღერას ვეღარ ვიტან აღარ შემიძლია ხო არა ყველა დიდი პოტენციალი მაგ სიმღერას აქვს რომ გავიდეს რა მსოფლიო ბაზაზე ჩავღვინოში ალუბლები ბანაობენ ამერიკაში ჩავღვინოში ალუბლები ბანაობენ ეგ ქუჩები დასალევა და მენანებავე დილიგება ჩამოყრილი შენი თმები გზას მიგნევს და ექსი ბრმავე მენატრება baby 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 Just dress da eksi małe menadreba ეგ არის კაია ამერიკაში ინგლისში
ინგლისში გავიტანოთ. შავღვინოში ალუბლები ბანაობენ, help ექტუჩები დასალევად მენანება, გლიგება ჩამოყრილი შენი თმები, გზას მიბნევს და ექსიგმავე მენადრება, yesterday. იტალიაში გავიდეთ. იტალია საინტერესო. შავღვინოში ალუბლები. ექტუჩები დასალევად მენანება. როგორი გავიდეთ? მაგარია. კალი. რუსეთი. ინგლისში სწორად. კარგი, მაშინ მოგდეთ. მილიონ ალუბა. არა, გამოვა. ინდოეთშიც გავიდეთ, წავიდა. შავღვინოში ალუბლები ბანაობენ, თქვენ მომეხმარეთ, ექტუჩები დასალევად მენანება, მე გლიგება ჩამოყრილი შენი თმები, გზას მიბნევს და ექსიგმავე მენადრება. გოგინა გალოგი. გავიდეთ. და ბოლოს არაბეთში შეგიძლიათ გაიტანოთ. არაბეთი? ძალიან საინტერესო. მარკეტინგულად ძალიან ძალიან საინტერესოა. აი მომისმინეთ? წავიდა, ხო? შავღვინოში ალუბლები ბანაობენ, როგორც არის რა? ექტუჩები დასალევად მენადება, ჩამოყრილი შენი თმები, გზას მიბნევს და ექსიგმავე მენადრება. კაროზე ჩაგიყვანს. აი ხა რა უკვე სხვა რაღაცასთან გვაქვს საქმე რა. აშიდება ფანდური ჭირდება. ფანდური. გაქვს ფანდური? სახში გვაქვს 3 ფანდური. სალამური გაქვს? დოლი? აქ არ მაქვს, ისე ცხოვრებაში კი აქ არა. ფული? ფული 5 ლარი მაქვს. შეიძლება რა გაქვს? არა. ტიპიური ქართველი მომღერალია, რა არაფერი ამას არა. აი, იგი და როგორც ვიცი, ახალი სიმღერა უნდა შეასრულო. კი, ერთ-ერთი ხო, შედარებით ახალი. სიმღერა, მას ასე მიესალმოთ ჯგუფი მგზავრები. ეს მე ასეჯე ვახსენე რატო ეს მე რამდენი დავხარჯე ფული 80 კაპეკი და კიდევ მანე ეს ნაბიჯები ვიარე ფართო ეს უმოწყალო გაჩერდა გული რამდენი დღეა რამდენი ღამე ეს დილით ფიქრობდი ვერ გამოვთვალე რამდენი დღეა რამდენი ღამე ეს დილით ფიქრობდი ვერ გამოვთვალე მე ეს დილით ფიქრობდი ვერ გამოვთვალე ეს ეთრი ფურცელი წაიღო ქარმა ეს ერთმა გოგო მაჩუქა გული ეს ეთრი გემი მიკროდა სადღაც ეს ვიღაცას ღმერთმა შთაბერა სული რამდენი დღეა რამდენი ღამე ეს დილით ფიქრობდი ვერ გამოვთვალე რამდენი დღეა რამდენი ღამე ეს დილით ფიქრობდი ვერ გამოვთვალე მე ეს დილით ფიქრობდი ვერ გამოვთვალე
ეს იყო გადაცემა თქვენი შოუ. მომავალ სამშაბათ ჩვენ ისევ შევხვდებით ერთმანეთს. გვიყურათ. ვიყურეთ. მე თუ არ მიყურებთ, სალიტას ვუყურებთ. ვიყარხარ. Alive.